ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე უკვე თებერვლის პირველ სამშაბათს შეიკრიბებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ გასული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლის გეგმები დასახა. ნინი გოგიშვილი გეუბნებით. ეროვნული ინტერესი არის ამოსავალი ნებისმიერი გადაწყვეტილებისა. საპარლამენტო საქმიანობა სწორედ ამ მთავარ პრინციპს ეფუძნება, ასე იყო საშემოდგომო სესიის ფარგლებშიც. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ინსტიტუციური გაჯანსაღება, დემოკრატიის გაძლიერება თუ ისტორიული რეფორმები. ეს ძირითადი მიმართულებები უკვე მიღებულ არაერთ კანონს აერთიანებს. მნიშვნელობიდან გამომდინარე მასშტაბური განათლების რეფორმა და საარჩევნო კოდექსი საკანონმდებლო ცვლილებათა სათავეში. ვხედავთ სრულ მხარდაჭერას ჩვენი აუმრჩევლების მხრიდან, რომ საქართველოს უზრუნველყოს ის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, გარეჩარევის მაქსიმალური გამორიცხვის. გამოვყოფთი ასევე განათლების რეფორმის პაკეტს. მართლაც ისტორიული პროცესი არის ამ მხრივ, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას. კანონმდებლების საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ამიტომაც ხელშესახების შედეგის სახეზეა. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ამ წელს სახელმწიფოს გამარჯვების ტიტულიც ერგო, რაც უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. შედეგთან ერთად იყო დაბრკოლებებიც, წინსვლა გარედან მასშტაბური ხელის შეშლის ფონზე, რომლის ავანგარდშიც ევრობიუროკრატები და მათი მოკავშირეები იყვნენ. ჩვენი პრობლემების დაძლევაში ვართ, რომელიც ოკუპაციის გამოწვევებს გულისხმობს და ოკუპაციის დასრულების მიზანს და ამას ზემოდან კიდე გვიმატებენ წაქეზებას გამწვევებისკენ, ესკალაციისკენ, შუღლისკენ, ყველაფერი იმისთვის კი, რაც კი არის ანტონიმი ევროპულობისა და ამას აკეთებენ ევროკავშირის დროშით. წვავს საქართველოს პარლამენტს ევროკავშირის დროშით ხელში, ძალადობრივ შტურმით ცდილობს პრეზიდენტის სასახლის აღებას. ევროკავშირის დროშის ხელში ისვრი მოლოტოვის კოქტეილს. ეს არის ცივილიზაციური სირცხვილი ევროკავშირისა. ამ მოკლე რაკურსის შემდეგ ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა წლის მიწურულს ცვლილებების იმედიც გამოთქვა. ევროპა დავიწყებულ ღირებულებებს დაუბრუნდება და კვლავ მშვიდობის სივრცე გახდება. უსურვებ ყველას პოლიტიკურად, რომ საკუთარ ხალხს მოусმინოს ყველა ხელისუფლებამ. ეს იქნებოდა ჩვენი სურვილი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით. ამგვარად მომავალი წლის საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი პრინციპი უცვლელი იქნება. უკვე განვლილი და სამომავლო გეგმები კი კანონმდებლებისთვის ცხადყოფს, რომ 2025 წლის მსგავსად 2026 წელიც ნაყოფიერთან ერთად დატვირთული იქნება. ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ, ემსახურებოდა თავარ მიზანს, რომ შეგვენარჩუნებინა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურობა და ეს შევძელი. გამოვყოფთი ამ პერიოდში განათლების რეფორმის შესახებ მიღებულ ერთ პაკეტს, თუმცა მუშაობა ამ თემაზე გრძელდება. იმიტომ რომ მომავლის გარეშე საქართველოს რასაკვირველია ვერ არსებობს. გამორჩეული სამუშაო წელი ქონდა და რა თქმა უნდა 2026 წელს არანაკლები სამუშაო გვაქვს, რა თქმა უნდა ერთი მხრივ საზედამხედველო ფუნქცია, რადგან ამ კანონებს თავისი ზედამხედველობა ჭირდება აღსრულების ნაწილში და არაერთი საინტერესო ინიციატივა, რომელსაც საგაზაფხულო სესიის გახსნამდე აუცილებლად წარმოადგენთ. საგაზაფხულო სესიაც ფიქრობთ იქნება დატვირთული სამუშაოთი, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმ გამოწვევებზე და მოთხოვნებზე, რაც გააჩნიათ ჩვენ საზოგადოებას, ეს საქმიანობის ერთადერთ მნიშვნელოვან მიზანს ჩვენი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს. ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. თებერვლიდან საგაზაფხულო სესიის ფარგლებში კანონმდებლები ჩვეულ საქმიანობას განაგრძობენ.